კავაჩეიშვილი ხელოვნებაცოდნე ბუნებრივი ღვინის წარმოებელი ატენიდან და გიორგი ბარისაშვილი მევენახეობა მეღვინეობის მკვლევარი და დიდი მადლობა დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ჩვენი მეგობრები, ღვინის მწერლები, ღვინის ენთუზიასტები და ცოდნე ადამიანები, ვინც კარგად იცნობენ ღვინოს, ბუნებრივ ღვინოს, ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს როგორც ბუნებრივი ღვინის ქვეყანა ყოველთვის იყო. ბუნებრივია მე-19 საუკუნემდე, როდესაც ღვინის დაყენების სადა როგორც ჩვენი აქაური სპეციალისტები იტყოდნენ, კეთება გაუმჯობესების პრაქტიკები შემოვიდოდა საქართველოშიც და მსოფლიოშიც, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ძველი სამყაროს ქვეყნებში, არც იდგა საკითხი ასე, რომ აი ბუნებრივია თუ არა ბუნებრივი ღვინო. იმ ჩვენ რაც ვიცით 8000 წლის მანძილზე, ცხადია, მხოლოდ საუბრობდით მე-19 საუკუნემდე, ნუ რამდენი წელს გამოდის, ცხადია, მხოლოდ იყო ბუნებრივი ღვინო საქართველოში და უწყვეტად. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ღვინის ფალსიფიკაციის გამოცდილება სულ არსებობდა და ჯერ კიდე ანტიკურ ხანაში და რომში, ძველ რომში საუბრობდნენ იმაზე, რომ აი დავუშვათ ღვინო როგორი უნდა იყოს, ბუნებრივი უნდა იყოს, არ უნდა გააფუჭონ, ფალსიფიკაცია არ უნდა მოხდეს. თუმცა ეხლა ცხადია ფალსიფიკაციაზე ყველანი ვთანხმდებით. უბრალოდ დღეს ტერმინს ბუნებრივი ღვინო კიდევ საერთოდ სხვა კონტექსტი აქვს და სხვა გაგება მიეცა. დღეს აი როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ და ჩვენი პანელური დისკუსიის მიზანია, რაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ, რას გულისხმობთ კონკრეტულად იმაში, როდესაც საუბრობთ, რომ საქართველო არის ბუნებრივი ღვინის ქვეყანა. და ეს არის უპირველეს ყოვლისა ის, რომ საქართველოში იმთავითვე და დღემდე ღვინო არის როგორც საკრალური სასმელი. ეს არ არის სასმელი მხოლოდ ჰედონიზმისთვის, ეს არ არის მხოლოდ სიამოვნებისთვის, არ არის მხოლოდ ხელოვნება, არამედ ის არის საკრალური სასმელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინის, ასე ვთქვათ, შერყნა, როგორც საქართველოში იტყოდნენ, როგორც გაფუჭება თუ ნებისმიერი ასპექტით ხასიათის შეცვლა ითვლებოდა როგორც ასე ვთქვათ ღვინის შეურაცხყოფა. მეორე საკითხი ეს არის ის, რომ ღვინო ამ 1000 წლების მანძილზე ყოველთვის იყო ქართული კულტურის და ეკონომიკის მთავარი საყრდენი და ყველგან იყო ღვინო. ეს იყო ხელოვნებაში, ეს იყო პოეზიაში, ეს იყო ყოფაში, ეს იყო ადამიანის ყოფაში გვერცხობთ, რომ ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ანუ ეს იყო ჩვენი მთავარი იდენტობა და ჩვენი მთავარი საყრდენი კულტურის და ისტორიის. მესამე ასპექტი, რაზეც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, არის ის, რომ მუდამ არსებობდა იმდენად რამდენადაც მევენახეობა ასეთი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში და ვაზი იყო მთავარი კულტურა სოფლის მეურნეობაში. გლეხს არ მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ მევენახეს ყოველთვის ქონდა ბუნების ძალიან ზუსტი შეგრძნება. და აი ეს მეღვინეობაში მუდმივად იყო გათვალისწინებული, ანუ ფაქტობრივად დამოკიდებულება ის რაზეც ვსაუბრობთ დღეს ჩვენ ეთიკურ მეღვინეობაზე, ეს 1000 წლეულების მანძილზე არსებობდა საქართველოში. და ბოლოს რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ აი თუ დააკვირდებით საქართველოს ისტორიას, მაშინ, როდესაც საქართველო იყო ოკუპირებული, იქნებოდა ეს დაუშვათ შუა საუკუნეებში, ადრეულ თუ გვიან შუა საუკუნეებში, იქნებოდა ეს მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ თუ მე-20 საუკუნეში უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ, როდესაც საქართველო კარგავდა ავტონომიურობას, აი სწორედ მაშინ არ იკარგებოდა, მაგრამ ასე ვთქვათ ინტერვენცია ხდებოდა და ბუნებრივ ღვინოს რაღაც სხვა გამოცდილებები გადაფარავდა ხოლმე. იქნებოდა ეს, რა ვიცი, საუკეთესო ევროპული ინდუსტრიული გამოცდილებები თუ იქნებოდა ეს რაღაცა ყველაზე ცუდი დაუშვათ იმპერიული ფალსიფიკაციის და ასე შემდეგ გამოცდილებები, მაინც ეს აღიქმებოდა იდენტობაზე გარკვეულ გავლენად, რომ ბუნებრივ ღვინოზე, ასე ვთქვათ, ცხადია ეს გამოცდილებები მაინც არსებობდა და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ როგორ, მაგრამ მოკლედ ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ, რაღაც მოკლე მონახაზი თუ რაზე ვისაუბრებთ დღეს. მოდი, დავიწყოთ, ხო? ჩვენ საუბარი ბოდიში თან გამიგრძელდა, თან თარგმანი გვაქვს და ორმაგი დრო მიაქვს, მაგრამ ჩვენ სტუმრებთან ბოდიში გიორგის არაერთი ნაშრომი აქვს იმასთან დაკავშირებით, აი რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ და მოდი, პრინციპში რა კი აი პრეისტორიული ხანიდან ვიწყებთ, რაც დღემდეც გრძელდება, ეს აი რა გულისხმობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში ღვინო იყო საკრალური სასმელი, გიორგი. მოგესალმებით.
ესე იგი, ალბათ არ არსებობს სხვა რომელიმე ქვეყანა, რომ სადაც რომელშიც ღვინოს ესე საკუთარ თავზე მოერგოს ერი, ხალხი, ღვინომ ჩვენი ერის ერად ჩამოყალიბებაშიც კი მიიღო დიდი მონაწილეობა, ძალიან დიდად განაპირობა ღვინომ ჩვენი იდენტობა. წეგან კეთომ ჩამოთვალა თუ რაში გამოვლინდა, რაში ვლინდება ეს ყველაფერი და თქვენ წარმოედგინეთ ერთი რაღაც გამახსენდა უცბად, აი ქვეყნის ახალი წელი ერთი პერიოდი საქართველოში იწყებოდა სექტემბერში. ესე იგი, წლის ათვლა რთველთან იყო დაკავშირებული. რთველი იყო საწყისი წლისა. აი როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი, ესე იგი კალენდარიც კი წლის ათვლაც აი ესე და მერე ღვინობის თვე. ერთ-ერთი თვის 12 თვეთაგან ერთ-ერთი თვის სახელი ღვინობის თვე იყო ოქტომბერში, ესე იგი რთველი და მერე უკვე ოქტომბერი. ღვინის კულტურა, ვაზისა და ღვინის კულტურა არქიტექტურაზეც აისახა ჩვენში და თავისთავად ეს ყველაფერი სტუმართ მასპინძლობასთან, სტუმარ მასპინძლობასთან, სტუმართ მოყვარეობასთან არის დაკავშირებული და პირდაპირ კავშირშია კულინარიასთან, იმიტომ რომ მაგალითად კუთხეების ღვინოები, მაგალითად იმერული ღვინო. აი, რო წარმოვიდგინოთ იმერული სამზარეულო საჭმელები, სწორედ ისეთია, როგორც ის ესადაგება, მაქსიმალურად ესადაგება ღვინოს. ანუ ღვინომ თავის თავზე მოირგო კუთხეების კულინარიაც კი. უძველეს მარნებში, რაც ესე მრავლად არ აქვს შემორჩენილი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, მუდამ შემოსევები, მუდამ მტრები, აი უძველეს მარნებში, ქრისტიანობამდელ კულტურის მარნებში, მაგალითად ავიღოთ მცხეთის ბაგინეთის მარანი, კასპის ციხეაგორას მარანი. ესე იგი, უძველესი ტაძრები რო არის მზის ტაძრები. ამ მარნებს, ამ ტაძრებზე მიშენებული იყო მარანი. პირდაპირ ერთიან არქიტექტურულ სტილს წარმოადგენდა. სადმე ცალკე კი არ იდგა, ზედ იყო მინაშენი. და ეს არაერთია და შემდგომში უკვე ქრისტიანობის შემოღების შემდგომ შემოვიდა ქრისტიანობა, ეს ყველაფერი იმენად ორგანული იყო, რომ ქრისტიანობა მეს კი არ წაშალა, კი არ განაგდო, არამედ გადმოიღო, მანამდე თუ ის წარმართულ ტაძრებზე იყო ეს, მერე უკვე ქრისტიანულ ტაძრებზე გაჩნდა მინაშენი ნავის სახით, ესე იგი ესეც ერთიანი ის არის, რა ქვია, კრებული ესე თქვა ტაძარი და მარანი და სხვათა შორის სხვა სამეურნეო ნაგებობა ტაძარზე მინაშენის სახით არ გვხვდება. ჩვენ ის არის არც ბეღელი, არც დაუშვათ რაიმე ცხოველების თუ ფრინველების, არამედ მხოლოდ მარანი. ჩვენ მეღვინეობის ლიტერატურით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, ჩვენ პირველი სახელმძღვანელო ჯორჯაძის მიერ არის გამოცემული და უბრალოდ აი ამ კაცის სახელიც კი არ ვიცით, ესე ბოლომდე დანამდვილებით და 1800-იანების ბოლოს არის დაწერილი ეს წიგნი, პირველი ქართული სახელმძღვანელო, მაგრამ ეს თითქოს გასაკვირია, მაგრამ აი თუ დავაკვირდებით კარაბადინებს, მაგალითად ქანანელის უსწორო კარაბადინი მე-11 საუკუნის ძეგლის შესანიშნავი, იქ იმდენად კარგად არის მეღვინეობაზე გაშიფრული მეღვინეობა და ღვინის საკითხები, ან თუნდაც ზაზა ფანასკერტელის წიგნი სააქიმო, აი ისე საოცრად, რომ არ შეიძლება რომ არ ყოფილიყო სახელმძღვანელოები, არ ყოფილიყო წერილები, მაგრამ ესეც ჟამთა სიავის გამო სამწუხაროდ დაკარგულია ძალიან ბევრი რამ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი მომენტი, რომ როდესაც ვაკვირდებით, ეხლა ამაზე ნიკაცი საუბრობს, როდესაც ვაკვირდებით ჩვენ მაგალითად ანტიკური პერიოდის საღვინე ჭურჭელს, მე პირადად მაქვს სახში რამდენიმე ეგზემპლარი ესეთი ექსპონატებისა და ბოლო პერიოდში მე-19, მე-20 და თუნდაც 21 საუკუნეში დამზადებული იგივე კუთხის მაგალითად კახური ხელადები რო დავაკვირდეთ, განსხვავებას ვერ ვნახავთ. გაიარა 1000-მა, 2000-მა წელმა თითქმის და აი არავითარი სხვაობა არ არის, ისეთი უწყვეტობა, სწორედ აი ეს არის უწყვეტობა. და ერთსაც დავამატებ, ხოლოდ ხა მაგაზე
ვისაუბრობდით სწორედ აი ამ საკრალურობასთან დაკავშირებით, რომ აი გიორგი მისაუბრა, რომ ერთადერთი ადგილი იყო მარანი, რომელიც შეიძლება მიშენებოდა დაუშვათ სარიტუალო შენობებს და ასევე მარანში ესე იგი თქვა რიტუალები ტარდებოდა ჩვეულებრივ ქორწინებისა და ნაცლობის და ნიკასთან გადავალ სიტყვით ნიკა აი თუ შეიძლება თან შენ ხელოვნება ცოდნა ხარ და აი ესე პატარა დიაქრონიული ის რომ გავაკეთოთ რას გულისხმობ როდესაც ვაუბრობთ იმაზე რომ ქართული კულტურისთვის აი ღვინო ასე ვთქვათ არის მთავარი საყრდენი და აი ეს პატერნი რაც არის ვაზი ღვინო ჩანს ყველაფერში აბსოლუტურად პირველი რაც მავოცებს როდესაც ვფიქრობ ქართულ ღვინოზე და ქართულ მევენახეობაზე ეს არის ის შრომის მოყვარეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოშვების საქართველოს მეღვინეობის ისტორიიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს ხეობების ქვეყანაა. ხეობები არის მდინარე, ხეობები არის სხვადასხვა ექსპოზიცია, ხეობები არის სხვადასხვა ქარი, ხეობები არის მდინარის მიერ გახსნილი სხვადასხვა გეოლოგია, ეს არის უდიდესი მრავალფეროვნება. და ისინი განსხვავდებიან შეიძლება 1000 მეტრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. და რა სიბრძნე, რა მოთფინება და რა ერთგულება ჭირდებოდა იქ მოსახლე ადამიანებს, რომ იქაური ველური ვაზისთვის დაეგდოთ ყური და მათი დომესტიკაციისთვის და ეს ხდება მე-10 ათასწლეულიდან მე-6 ათასწლეულის ჩართვით გამოეჩინათ მთავარი თაიგული საოცარი მოთვინიერებული უკვე შინაური ვენახების ჯიშებისა. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი უკვე შინაური ვაზებს აქაური დედმამა ეძებნებათ ველურ ვაზებში. ანუ ეს ნიშნავს, რომ მთელი პროცესი არის აქ მომხდარი. და როდესაც თქვათ გადაჭრილ გორაზე ვფიქრობთ, ხო? როდესაც ვნახულობთ აი იმ წიფწებს, როდესაც ვნახულობთ იმ ქვევს. თან მე ვნახულობ იმ გარემოს, სადაც ეს მოხდა, არა მარტო წიფწას, არა მარტო ქვევს, არამედ გარემოს, ანუ იმ საზოგადოებას. და ხედავ გამჭოლ კულტურას. დღემდე ქართული არქიტექტურული ანსამბლი ყალიბდება ისე როგორც არის ის სოფელი გაკეთებული. დღემდე ჩვენ გვაქვს ქვევრის უწყვეტი ტრადიცია, რომელიც დაიწყო თუ გაგრძელდა იქ. ანუ ჩვენ გვაქვს ინტენსიური კულტურა. დღემდე ჩვენ გვაქვს იმ ღვინის ჯიშები, რომელიც დაიბადა მაშინ. ანუ ეს არის კულტურა, რომელიც მსჭვალავს ყოველ დღე. ეს წარმოვიდგინეთ, დილის 7 საათიდან ღამის არ ვიცი. შეიძლება ღამე ისვენებს. ეს არის ათასწლეულები, რომელიც ხჭმალობს და ქეთო თქვა, რომ ეს არის საკრალური სასმელი და ის იყო ყოველთვის ის იყო საკრალური სასმელი, ის იყო რიტუალთან დაკავშირებული და რაც თავარია ის იყო ოჯახის სიამაყის გამომხატველი. როდესაც ქრისტიანობა შემოდის საქართველოში, პირველი რასაც ისინი იწყებენ რომ დახატონ, ეს არის ვაზი. ხვალ მე-6 საუკუნის, მე-5 საუკუნის სტელებია, ყველგან ვაზი, ჯვარი, ვაზი, მტევანი, ვენახი, მტევანი, ვენახი, ჯვარი, მტევანი, ვენახი, ჯვარი. ფაქტობრივად ეს გვაქვს ჩვენ მთლიანად შუა საუკუნეების მანძილზე და ეს გამოდის ქართული კულტურის ესეთი მაკონსოლიდირებელი, იმიტომ რომ დღემდე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ოჯახში მიხვიდეთ დააკაკუნოთ და გაშინჯოთ ღვინო. ისე როგორც ინჯავდნენ მე-12 საუკუნეში, მე-13 საუკუნეში, პირველ საუკუნეში ჩვენს დაღრიცხვამ და მე ეჭვი მაქვს რომ მე-6 ათასწლეულშიც ეგრე შეგიძლიათ დაგეძახა და იმიტომ რომ ის იყო საგანგებოდ შემკული ქვევრი, საგანგებოდ გაფორმებული ინტერიერი, საგანგებოდ არსებული ადგილი, სადაც ეს მეურნეობა ხდებოდა. ქვევრის მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ ნახოთ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ყანწით შეგიძლიათ ნახოთ მთელ მსოფლიოში აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ღვინოც არაჩვეულებრივი ნახოთ, მაგრამ ის ინტენსივობა, ის ყოველდღიურობაში შემსჭვალული კულტურა, მე მგონი არსად არის. ამიტომ ეს არის დღემდე მე-12 საუკუნეზე სართულზეც კი იმაშვებიან, აკეთებენ ქვერებს, იმიტომ რომ ეს არ შეუულია ყოფით კულტურაშიც კი, იმიტომ რომ მისი ყოფა და საკრალურობა დაკავშირებული. თუ ნახავთ თქვენ ქართულ არქიტექტურას, ძველს, შუა საუკუნეებს და მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნესაც გიორგი დამეთანხმება, ჯერ არის მარანი და მერე არის ცხოვრება. მადლობა, ნიკა. ქვევრი არის ხა რაღაცნაირად გახდა მსოფლიოში ჩვენი სიმბოლო. და აი მინდა იმაზე ვისაუბროთ ახლა გიორგი, რომ ქვევრი არის ფაქტობრივად დაბადებისა და გარდაცვალების ციკლის მეტაფორა საქართველოში. ძველ საქართველოში ქვევრს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. თუმცა ქვევრი საღვინე ჭურჭელი არის, ის ღვინისათვის არის შექმნილი, მაგრამ მისი ერთ-ერთი უცნაური დანიშნულება იყო ადამიანის დასაკრძალავი, ესე იგი ჩასასვენებელი, სარკოფაგი,
ქვევრში იკრძალებოდა მეღვინე, რომელიც მას თავის დროზე უვლიდა, ჩადიოდა შიგნით რეცხავდა და იკრძალებოდა აუცილებლად ემბრიონის პოზით. ანუ ბავშვი დაბადების წინარე პერიოდში საშვილოსნოში სწორედ კვერცხის ფორმაშია. როგორი ფორმიდანაც მოევლინა ქვეყანას, ისევ ისეთში დააბრუნეს და ამას როდის მიხვდა ჩვენი წინაპარი. ქვევრს აქვს ფრინველის კვერცხის მოყვანილობა და ამას მექვევრე ოსტატი ინსტინქტურად აკეთებს, იმას რაიმე თარგი არ უდევს წინ, ის აკეთებს იმისი გენეტიკური მეხსიერებას რო ეძახით, აკეთებს ესე ინსტინქტურად და მას აქვს კვერცხის ფორმა და ეს ფორმა არ არის უბრალოდ ისე მოფიქრებული, ჯერ ამაში უდიდეს საიდუმლოა ესე ვთქვა ჩადებული და როდესაც ყურძენი უნდა დაეკრიფა ჩვენს წინაპარს, ხა თავდაპირველად ეს ველური ვაზები ხეებზე იყო თავისთავად ასული და იქ კრეფდნენ, პირველი ღვინო ესეა გაჩენილი და იქ კრეფდნენ ყურძენს, ჩამოიტანდნენ დაბლა და წურავდნენ და მერე ხდებოდა ის ღვინო. ჭურჭლის გარეშე თავისთავად ღვინო როგორ უნდა დაყენდეს, ხომ? და პირველი ქვევრი სწორედ ესეა შექმნილი. ეს ერთი და იგივე კაცის ხელია. ქვევრის დამზადება და ყურძნის დაკრეფა და ღვინის დაყენება ერთი კაცის გაკეთებულია ეს ყველაფერი. ყურძენსაც თუ დავაკვირდებით ახლა მთლად ესეთი კვერცხის ფორმა, ქვევრის ფორმა, დაახლოებით ქვევრის ფორმა აქვს. ანუ როგორიც არის მხრების ზემოდან, ქვემოთ ნენელა ვიწროვდება, სოდოჟორის ადამიანსაც ესეთი ფორმა აქვს. ძალიან გავს ეს ყველაფერი ერთმანეთს. არ შეიძლებოდა იმ ადამიანს გონებაში წარმოდგენილი არ ქონოდა, ვინც პირველად გააკეთა ეს ყველაფერი. ის უყურებდა ყურძენს და მას თვალებში, თვალსაწიერში წარმოდგენილი ქონდა ფერმენტაციის დუღილის პროცესი, დალექვის პროცესი, ღვინის ტექნოლოგიის პროცესი და აი ამაზე შემოაშენა ქვევრი, ერთგვარი სამოსელია ქვევრი, როგორც მშობელია, ისე სამოსელია თითქოს რა, რომ დავწეროთ ღვინის დადუღებისას და დაყენებისას რაც ხდება და მე ამას ესე ფანქარი შემოვალოთ ქვევრს მივიღებთ აუცილებლად. ძალიან საინტერესო ის არის, რომ მარნის იარაღები ჩვენ ქართული მარანში რაც გამოიყენება, ბუნებრივი მასალა თავისთავად ახლა შეიძლება პლასმასიც გამოიყენოს ადამიანმა და სხვა მასალაც რკინაც, მაგრამ მაინც ჩვენი იარაღები მარნისა იყო ბუნებრივი მცენარეები და მერე როდესაც გავშიფრეთ ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში აღმოჩნდა რომ ქვევრის სარეცხი საშუალება როგორიც არის მცენარე კრაზანას ვეძახით ჩვენ აქეთ ან თუნდაც სარცხი ეს არის როგორც ფიზიკური გასახეხი ისე ქიმიური საშუალებაც კი იმიტომ რომ ანტისეპტიკია როდესაც ის იხეხება იქ ბაქტერიებს გარკვეულწილად ებრძვის ხოცავს ერთი სიტყვით თლიანად ყველა სახმარი იარაღი საწნახელი იქნება თუ თელი ყველა აბსოლუტურად რაც რამე გვაქვს იყო ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული და თქვენ წარმოიდგინეთ რომ არსებობდა ესეთი ტრადიცია საქართველოში რაც დღემდე გრძელდება, როდესაც ყურძენი იწურებოდა, აი მარანში ღეროდნენ, გალობდნენ, სანთელს ანთებდნენ, რომ აი ეს კეთილი ემოცია გადაცემულიყო ღვინოს, გადასცემდა ღვინოს მეხსიერება აქვს. ამიტომაც აი ესეთი თლიანად თელი მარანი ვით უმეტეს ახლა, როდესაც შენდებოდა მარანი, ქვითკირისაგან შენდებოდა, კირი გამოიყენებოდა, თუმცა გვაქვს იმერეთში, დასავლეთ საქართველოში მარნები, სადაც შენობა საერთოდ არ არის და ღია ჭურისტებებს ვეძახით. თუმცა აქაც ძალიან დიდი სიბრძნეა ჩადებული, იმიტომ რომ საოცრად აი ესეთი კარგად არის გათვლილი ეს ყველაფერი. ეს უნდა ყოფილიყო მარანი არის ყოველთვის ჩვენი ქართველების მოსაზრებით და აზრით ეს არის წმინდა სახლი. აი ეს პატარა ბლოკი რო შევაჯამოთ, ანუ ფაქტობრივად ეს იყო აი ის რაზეც დღეს საუბრობთ ეთიკურ მეურნეობაზე, რომ ბუნების გაგება, ბუნების ინტეგრაცია მაქსიმალურად სოფლის მეურნეობაში და იმ ეკოსისტემის ჩართვა იქნება ეს არ ვიცი, აი კირქვაზე ვლაპარაკობდით, ხო, აი მარნის საშენი მასალიდან ქვევრის ესე ვთქვათ, გასუფთავების იარაღებამდე თლიანად გამოიყენებოდა, ეხლა ცხადია ბუნებრივი მასალები და ის ეკოსისტემა, ესე ვთქვათ, რასაც დღეს ფაქტობრივად რაღაცა პერმაკულტურასაც ვეძახით. კარგი, ბოლო საკითხზე გადავედით. ჩვენ აი უკვე მოვდივართ მე-19 საუკუნისკენ და ჩვენ ვახსენეთ, რომ აი მაშინ, როდესაც იყო საქართველოს დამოუკიდებელი, ყოველთვის ვაყენებდით ბუნებრივ ღვინოს და რაღაცნაირად სხვადასხვა ინტერვენციების შემთხვევებიც გქონდა, როდესაც აი საქართველოს იყო ოკუპირებული და რაღაც გარკვეული გამოცდილებები, ასე ვთქვათ, გავლენის სახით იყო შემოსული სხვა
კულტურებიდან და ნიკა თუ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ და მე გიორგის ილია ჭავჭავაძეზე როგორც აი ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთ მთავარ მანიფესტატორზე ესე ვთქვათ მხარდამჭერზე იმაზე რაზეც დღეს ვსაუბრობთ არ ვიცი საუბრობდა 70-80 წლის შემდეგ მთლიანად რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ ღვინის დაყენების პროცესი და რაღაცნაირად მისი შინაგანი რიტმი. ეს რიტმი ზუსტად იგივე რიტმი განსაზღვრავს მთლიანად ქართულ კულტურას, მაგალითად ქართული ეკლესიების შენებლობას, მაგალითად ქართული ციხესიმაგრეების შენებლობას. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს შენებლობის რას როგორც ვენახში ული, პოულობ ქვას, ამუშავებ, მოგაქ და ერთ და იგივე ხელი როგორც ვენახს და ქვევრს, ისე ქვას და ეკლესიის საძირკველს და ეგრესიის გუმბათს შენ ხედავ ამას როგორც ინდივიდუალურ ნაწარმოებს, როგორც ღვინოს. ფაქტიურად ეს არის როგორც დღევანდელ მეღვინეობაში თითოეული ჩვენ მეღვინე ვცდილობთ რომ ჩვენი თავი გამოხატოს ღვინომ, ესე გამოხატავდა ღვინო მაშინდელ საზოგადოებას. როდესაც გვეუბნებოდნენ რომ ღვინო უნდა ყოფილიყო კომერციული, ღვინა უნდა ყოფილიყო ჩარეული, ღვინა უნდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრების გარეთ გაკეთებული პროდუქტი, რომელსაც გავყიდით. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა პროტესტი, იმიტომ რომ ის უნდა ყოფილიყო შიდა, ის უნდა ყოფილიყო საკრალური, ის უნდა ყოფილიყო შენი გამომხატველი. ამიტომ ის ჩვენი გემოც იყო ინდივიდის, ოჯახის და ის იყო შენი სამშობლოს საქართველოს გემო ერთდროულად. და ამის მოდარაჯე იყო ილია ჭავჭავაძე, რომელზეც მოგვახსენებს ბატონ გიორგი. დიახ, ილია ჭავჭავაძე 1886 წელში ერთი წლის განმავლობაში წერდა ნარკვევს, რომელსაც ქვია დაარქვა თვითონ ღვინის ქართულად დაყენება. მერე მოხდა ეს ილიას ტომებში, შემდგომ უკვე გამოვარჩიეთ ეს და გამოვეცით კიდევაც და საკმაოდ ვრცელი ნაშრომი მაგალითად აი კეთოს ეკუთვნის ილია ჭავჭავაძე მევენახეობა და მეღვინეობას რო ეხება და ეს ნაშრომი მეც გამოვეცი უფრო შედარებით მცირე. ღვინის ქართულად დაყენება კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძე, აი ეს იყო 1886 წელს. ილია ჭავჭავაძე ფაქტობრივად ჩვენ შეგიძლია ჩავთვალოთ საქართველოში ნატურალური მეღვინეობის ოფიციალურ ფუძემდებლად. ეს ძალიან კარგად განიხილავს მაგალითად მაშინდელ პრობლემებს და წინაც ფიქრობს. ესე იგი ილია ჭავჭავაძე იმ პერიოდში კარგად გაანალიზა რომ რუსეთის ბაზარი იყო მზარდი და ძალიან მზარდი და ეს აუცილებლად გამოიწვევდა იმას რომ სუსტ წერტილს მოძებნიდა სადღაც და შესაძლოა დაწყებულიყო უკვე იმ პერიოდში ღვინის ფალსიფიკაცია მაშინ როდესაც ეს ევროპაში უკვე დაწყებული იყო და ეს არ შემცდარა მართლაც მალევე დაიწყო ძალიან კარგად განიხილავს ილია იმას თუ როგორ უნდა იაროს ქართულმა ღვინომ სოფლიო ბაზარზე, როგორ უნდა მოხვდეს და როგორ უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი. არა მარტო გაიყიდოს უბრალოდ, არამედ ადგილი დაიმკვიდროს. ის უკვე იმავე პერიოდში საუბრობდა ევროპის ბაზარზე. იმავე პერიოდში საუბრობდა ასევე რუსეთის ბაზარზე, თუმცა მართებულად სწორედ როგორ უნდა დამკვიდრებულიყო ქართული ღვინო. საიდან რომელი გეზიდან არ უნდა გადაგვეხვია. ის ძალიან დიდ ადგილს უთმობს თავის ნაშრომში ქვევრებისა და კასრების შედარებას ერთმანეთთან, ქართული მარნისა და უცხოური სარდაფის შედარებას, ქართული ღვინისა და უცხოური ღვინის შედარებას ასევე და ის ამბობს რომ აი ქართული მარანი მართალია წარმადობით იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ აგვაქვს ესეთი დანადგარები ტუმბოები იმ პერიოდში არ ქონდა კლერცაცლელები საჭყლეტები ელექტრო დანადგარები ამისათვის ქართული ღვინის რაოდენობა ისეთი არ არის თუმცა ამაში პლუსსაც ხედავდა ილია და ამბობდა რომ სამაგიეროდ ეს არის უფრო იდენტური უფრო ცოტა მაგრამ არის განსხვავებული ეს არის აი როგორ გითხრათ ყველა დროის ნაშრომი მას ეს არ არის კალენდარი რომ აი ვადა გაუვიდეს. როდესაც ვკითხულობ და მე როდესაც ამ იმაზე ციგნაკზე ვმუშაობდი, რა ვიცი, ალბათ 15-ჯერ მაინც მომიწია გადაკითხვა თავიდან ბოლომდე რომ არ გამორჩენილიყო და ამასობაში ისეთი საოცარი მომენტები ვნახე რომ ეს არის აი აღმოვაჩინე რომ ეს არის ყველა დროის ნაშრომი. და მას ვადა არასდროს არ გაუვა. საბოლოო ჯამში მაინც აი მე ესეთი დასკვნა გამომაქვს ამ წიგნიდან, რომ დაბეჯითებით ამტკიცებს ილია რომ თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ
ის ხალხი, ვინც შექმნის დიდ ღვინოს, აუცილებლად უნდა დავაყენოთ ეს ქართული ვაზის ჯიშებიდან, აუცილებლად უნდა დაყენდეს ტრადიციული მეთოდებით და ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ შეიძლება არ იყოს დიდი რაოდენობა, მაგრამ ეს წარმატებას ნამდვილად მოიტანს. წარმატება კი მხოლოდ ღვინის გაყიდვა არ არის მოგეხსენებათ. ერთ დავამატებ ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით, რადგან მეც მაქვს ნამუშევარი ამ საკითხზე და ეს ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ეს არის 1880-იან წლებიდან გეორგიმ როგორც თქვა, 1900-იანების დასაწყისის ჩათვლით, ანუ სადღაც დაახლოებით 70-80-100 წლით ადრე, ვიდრე მსოფლიოში ყალიბდება ბუნებრივი ღვინოების მოძრაობა და სადღაც 20-30 წლით ადრე თვით შტაინერამდე. 70-80 years earlier than the natural wine movement in France, for instance, before Jules Chauvet and Marcel Lapierre, it's like 20-30 years before even Rudolf Steiner. And it's very important for us because Ilia Cavcavadze was also a kind of the person, the public figure and the writer who shaped the new modern identity of Georgia, which was based on history, but also included the modern identity as well. So this is the person who not only was writing about wines, but also about Georgia and about the new identity of Georgia. And it's the person who contributed to shape the Georgia how it is right now. And so this person was like supporting natural wines and clearly writing about natural wines in 1880s, 1890s. So I mean, in terms of natural wines terms. ანუ ახლა ქართველებს არ გაგვიკვირდება ეს ამბავი და იმიტომ პირდაპირ ინგლისურად თქვი, რომ ილია ჭავჭავაძე ის ადამიანი იყო, ვინც სწორედ თანამედროვე ქართული იდენტობა შექმნა, ხო, ის ადამიანი, ვინც საუბრობდა ევროპულ საქართველოზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ეს ადამიანი, ვინც შექმნა თანამედროვე ქართული იდენტობა, იყო სწორედ ყველაზე მთავარი მხარდამჭერი ბუნებრივი მეღვინეობის და არაერთხელ წერდა, რომ მთავარი ძალა, მთავარი ასე ვთქვათ, ძრავი, რაც ქმნის ღვინოს, ეს არის ბუნება.